აღდგომის დღესასწაულს ბევრ მიცვალებულს არავინ აკითხავს და ძალიან ცუდია რა ხდება ამ დროს. შეგიძლიათ უფრო დამიკონკრეტოთ ეს რას გულისხმობთ? აი აღდგომის დღესასწაულია და ბევრ მიცვალებულს არავინ როდესაც საფლავზე გადიან ხოლმე ალბათ აღდგომის შემდეგ დღეებში ბევრი მიცვალებული ისე არ იქ არავინ არ მიდის ხო მართალია? სხვათაშორის მე სულ ვამბობ ამას რომ აი ესე იგი მარტო თვითონ კი არ უნდა მივიდეს შვილი თუ დედმამის შვილი თუ უნდა თავისი შვილიც წაიყვანოს იქ. აი დავუშვათ თქვენ რომ გაიზრდებით, დაოჯახდებით, დავუშვათ პაპის საფლავზე გინდათ რომ მიხვიდეთ. მარტო კი არ უნდა მიხვიდეთ. თქვენი შვილიც უნდა წაიყვანოთ. რომ ასწავლოთ რა ხდება რეალურად, როგორ უნდა გააკეთოს. მარტო ის რომ სიტყვით უთხრა ეგ არ არის საკმარისი. უნდა შვილს მოკიდო ხელი მიიყვანო, იქ სანთელი ერთად დაანთოთ, იქ ბალახი ერთად დაასუფთავოთ, იქ ჯარი აღმართული უნდა იყოს. იქ სასულიერო პირთხოვრო პანაშვიდი გადაიხადოს. რაღაცა იქ მოწყალება გასცე შენი მიცვალებულის სახელზე და ეს შვილთან ერთად გააკეთო. და ამით შენ ასწავლი, როგორ უნდა მიაგოს პატივი თავის მიცვალებულს, ასწავლი იმ შინაარსს, რა არის მიცვალებულისთვის ძალიან დიდი ნუგეში. და მერე ეს თავის შვილს ასწავლის. ის თავის შვილს და მათი წინაპრების საფლავზე აუცილებლად ვიღაცა ივლის. მაგრამ თუ ეს ერთხელ არ ასწავლა ვიღაცამ და ის ჯაჭვი გაწყდა, მერე ძნელია უკვე.